ქუთაისში ნაძვის დღე ერთდროულად ზეიმისა და პროტესტის ფონზე აანთეს. მოედანზე შეკრებილნი იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ქართული ოცნების ქმედებებს აპროტესტებენ. მათ ადგილზე ნაცემი ადამიანების ფოტოსურათები მიიტანეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს რიგგარეში არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას. ჩვენ ახლა აქ დგომის გამო და აი ამ ყველაფრის ხალხისთვის შეხსენების გამო გვიძახიან რომ ბავშვებს ვართმევთ დღესასწაულს და ბავშვებს ვართმევთ ახალწელს. ძალიან გვინდა რომ ჩვენს გვერდზე იმებოდეს და მართლა ძალიან მინდა რომ ჩვენს გვემღერებოდეს, მაგრამ ჩვენ კი არ ვართმევთ ახალწელს. აი ვინც ეს ჩაიდინა და ასეთი სიტუაცია ვინც დაგვარდა ქვეყანაში რომ მე დღეს ახლა ნაძვის ხის წინ რაღაცას უნდა ვაპროტესტებდე, ეს ვინც დაგვარდა აი სწორედ ის გვართმევს დღესასწაულსაც და ახალწელსაც. ქვეყანაში სადაც თავისი პოზიციის გამო ხალხს ცემენ და უკანონოდ აპატიმრებენ, ზეიმი ვერ იქნება და არ შეიძლება ამის არევა ერთმანეთში. ქუთაისელებს დამდეგიშობა ახალი წელის სცენიდან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და პარლამენტში დეპუტატმა ზაზა ლომინაძე მიულოცა. კონცერტი კი, რომელსაც მაკა შალიკაშვილი უძღვებოდა, ამ სიტყვებით გახსნა. კარგად ვხედავთ, ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი, რომ ხშირად არსებობს უამრავი ფილმები, რომ ბავშვს არასოდეს არ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ რამე ისე ვერ არის. მე დღეს ჩემ შვილიშვილთან ერთად მოვედი აქ და მასთან ერთად მინდა. აი ამ თაობას მინდა, რომ ბედნიერი მომავალი საქართველო უსურვო. ყველა თქვენთაგანს, თქვენს ოჯახებს გილოცავთ. დამდეგ ახალ წელს ღმერთმა მრავალს დაგასრულოთ. ჩვენ ერთად დავდგებით და ერთად შევალთ ყველაზე ძველ სოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე ძველი ქალაქიდან მომავალ ევროპაში. აუცილებლად. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ კახა კუხიანიძე, თაკო გაჩეჩილაძე, მარიკა თხელიძე, გია ნიკოლაძე, ნინი ქარსელაძე, ქუჩის ბიჭები. კონცერტი ერთი მხრიდან მხიარული შეძახილების, მეორე მხრიდან სტვენისა და საყვირების ფონზე მიმდინარეობდა. ვიცი გეიცმაო, მაგრამ ნიჩვერიგებას არ გაუმარჯოს, დავიყოთ და ვიჩხოთ და დავხოცოთ ერთმანეთი. აგას გეკითხები, დავხოცოთ ერთმანეთი. მოგვიანებით ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ინტერნეტ გამოცემა ქუთაის პოსტთან ასეთი კომენტარი გააკეთა. და ერთი ადამიანი არ არის ბატონო, რამდენი ადამიანი აპროტესტებს იქ? 20 ადამიანი? დათვალეთ? კარგი, მადლობა დიდი. ნეგატივმა ასევე ჩაწერა მოქალაქეები, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ. ულოცავ მთელ საქართველოს. ქუთაისში დღეს საზეიმო კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ? არაფერი. პროტესტის არა, ამდენი ხალხი აგერ, აი პროტესტია. მაგრამ პროტესტია ეს. პროტესტი უნდა იყოს. ხას უგურებ რამდენია ხა? მერე ის რა პროტესტია, ჩვენ არ გვეკითხები. და როგორ შეაფასებთ ამ პროტესტს, სადაც არაერთი ადამიანი არის გამოსული? არა, ვაი, პროტესტი. ზუსტად მოვედი, მაგრამ რასაც მოვუსწარი და ხედავ ძალიან სასიამოვნო და ლამაზი იყო ყველაფერი, რავი. აი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა კი, ხედავ. ვერც ვერაფერს, ყველას აქვს თავისი უფლება, რაც პროტესტი აქვს, პროტესტს გამოხატოს, ვისაც სიხარული აქვს, უფლება აქვს სიხარულის გამოხატოს. ამიტომ ვერავის ვერ ვეტყვი. პროტესტი ქუთაისში კონცერტის დასრულებამდე გრძელდებოდა. მოგვიანებით კი მსვლელობა მოეწყო და კიდევ ერთხელ დაანონსდა უწყვეტი აქციების ციკლი. ქუთაისის მერია
დაივიწყა რა უქნა რეჟიმმა ამ ახალგაზრდას და აქ ტაშფანდური მოაწყო და დააბრალა ეს რომ ბავშვებს უნდათ ახალი წელი 10 დღით ადრე 21 დეკემბერს, როცა არასდროს ქუთაისის ისტორიაში არასდროს არ ჩაუტარებია ასე ადრე ღონისძიება საახალწლო ქუთაისის მერიამ დღეს სპეციალურად ჩაატარა პროვოკაცია კონცერტი. მაგრამ აქ ყველაზე დიდი ნაწილი იყო ნამდვილი ქუთაისელები, რომლებმაც პროტესტის ფონზე ჩაატარებიეს აი ამ რეჟიმის მონებს კონცერტი. შეუძლებელია აი ამას ხედავდე და ჩამოდიოდე ქალაქში, ნებისმიერ საქართველოს ქალაქში და სიმღერებს მღეროდე და ისიც კიდე პლუსით. ესა სირცხვილი. დღეს ქალაქ ქუთაისმა ღირსებით უპასუხა პროვოკატორებს, ღირსებით უპასუხა ყრუებს და მუნჯებს, რომლებიც ამბობენ რომ თურმე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში საერთოდ კრიზისი არ არის, რომ ძაღლები ყეფენ და ქარავანი მიდის, არსათაც არ მიდის ეს ქარავანი, იმიტომ რომ არ ჩვენ ვართ ძაღლები. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა უთხრა ყველას, დაუყოვნებლივ დანიშნონ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ ადამიანები და ყველა ის საქმე შეწყვიტონ, რომელიც ამ ხალხზე დაიწყეს. და რაც მთავარია, არავის არ უნდა დაავიწყდეს. ხალხი არის სახელმწიფო.